ბაშაზე ჩვენ უკვე ვიცით, რომ სტალინგრადთან საბჭოთა ჯარების წარმატება იყო ერთ-ერთი ძალიან სერიოზული მარცხი გერმანიისა, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავდა ომის ბედის საბოლოო გადაწყვეტას, ომის ბედი რეალურად გადაწყვეტა 53 წელს მიმდინარე პროცესებმა და ერთ-ერთმა ამ წელს სტალინგრადის ბრძოლაც ხდება, მაგრამ კიდევ სხვა პროცესებმა და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო კურსკის ბრძოლა. იმისთვის რომ საბჭოთა არმიის კონტრშეტევა შეეჩერებინათ, გერმანელებმა დაგეგმეს ძალიან ისეთი მასშტაბური კონტრშეტევა, მასშტაბური შეტევა და ესეთი ადგილად შეირჩა კურსკი, ქალაქი კურსკი, მისი მიდამოები, სადაც თავმოყრილი იყო საბჭოთა ჯარის ნაწილები, მათ შორის სატანკო დივიზიები, ამ ოპერაციას უწოდეს ციტადელი და ამ ოპერაციის მიზანი იყო ის, რომ კურსკის შვერილზე თავმოყრილი საბჭოთა არმია უნდა ალყაში მოექციათ, გაენადგურებინათ და შემდეგ ისევ უკვე დაკარგული ტერიტორიები კვლავ დაებრუნებინათ, ანუ აღედგინათ ტერიტორიებზე თავიანთი კონტროლი. თუმცა საბჭოთა არმიამ ამ შეტევის შესახებ წინასწარვე გაიგო, სათანადოდ მოემზადა და ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად გამარჯვებისა სწორედ ეს იქცა, ანუ ამოცნობა ან გაგება გერმანიის სარდლობის გეგმისა. კურსკის შვერილზე გერმანელებმა თავი მოუყარეს უზარმაზარ რესურსს, ეს იყო როგორც ცოცხალი ძალა 50 დივიზია, აქედან 16 დივიზია იყო სატანკო და იყო არაერთი დივიზია ავიაციისა. ანუ საბოლოო ჯამში საბჭოთა კავშირში არსებული გერმანიის ტანკების 70% და თვითმფრინავების 65% უნდა ყოფილიყო გამოყენებული ამ ოპერაცია ციტადელის წარმართვის დროს. თუმცა მოვლენები სრულიად განსხვავებულად განვითარდა საბჭოთა სარდლობამ საბჭოთა სარდლობა კარგად მომზადებული დახვდა გერმანიის შემოტევებს და საბოლოო ჯამში ეს ოპერაცია ციტადელი, რომელიც 1953 წლის 5 ივლისს დაიწყო, მალე ჩაიფუშა, გერმანელები დამარცხდნენ და ეს იყო ალბათ ერთ-ერთი სტალინგრადთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე გარდამტეხი ბრძოლა. კურსკის ბრძოლა იმითაც აღინიშნება, რომ აქ მონაწილეობდა აქამდე არსებულ ბრძოლათაგან ყველაზე დიდი რაოდენობით ტექნიკა და განსაკუთრებით გამოსარჩევია სატანკო ბრძოლა სოფელ პროხოროვსკასთან, სადაც ორივე მხრიდან მონაწილეობდა 1200 ტანკი და თვითმავალი ქვემეხი. აი კურსკის გამარჯვების შემდეგ საბჭოთა ჯარები უფრო ფართე მასშტაბით გადავიდნენ კონტრშეტევაზე და რეალურად გერმანიის ჯარი უძლურია დაიცვას თავისი პოზიციები საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. თუმცა 53 წელს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. მოკავშირეები, ინგლისისა და ამერიკის ჯარები, ფლოტი მიადგა სამხრეთ იტალიას და სიცილიას და იქ გადასხეს თავიანთი დესანტი. მუსოლინის, რომელსაც რა თქმა უნდა ძალაუფლება ეპყრა ხელთ, მაგრამ მე გარნიშნავს, რომ იტალიის მოსახლეობის მართლაც სრული უმრავლესობა უჭერდა მხარს მის დიქტატურას, არსებულ ტოტალიტარულ რეჟიმს, მით უმეტეს, რომ ომმა იტალიის კიდევ უფრო დასუსტება ეკონომიკური და გაჩანაგება გამოიწვია. რეალურად დიდი წინააღმდეგობის გარეშე თუ მუსოლინის ერთგული ჯარის ნაწილების წინააღმდეგობას არ ჩავთვლით, რომელიც გატეხილი იქნა მოკავშირეთა მხრიდან, დაიკავეს ინგლისელებმა და ამერიკელებმა სამხრეთ იტალია, თვითონ რომშიც გადატრიალება ეწყობა, მარშალი ბადოლიო და იტალიის სხვა ხელისუფალნი, მათ შორის მეფეც, მუსოლინს გადააყენებენ იტალიის პრემიერ-მინისტრობიდან, მას დააპატიმრებენ
და ახალ მთავრობას სათავეში ჩაუდგება პაპადოლიო, რომელიც პირიქით გერმანიას გამოუცხადებს ომს და ამიერიდან იტალია გახდება საფრანგეთის მოკავშირეთა, ინგლիս-ამერიკის მოკავშირე. ჰიტლერს არ შეეძლო ამ მარცხისთვის გულგრილად ეცკირა, ამიტომ საკმაოდ წარმატებით დაგეგმეს და განახორციელეს ოპერაცია, რომელიც მუსოლინის ტყვეობიდან განთავისუფლებას ისახავდა მიზნად. ამ მხრივ შეირჩა სპეციალური რაზმები და ერთ-ერთი მეთაური ამ ოპერაციის იყო სკორცენი, ესეთი ფიგურა, საკმაოდ მნიშვნელოვანი პიროვნება სამხედრო დაზვერვაში და სამხედრო იერარქიაში და საბოლოო ჯამში განთავისუფლებული მუსოლინი ჩრდილოეთ იტალიაში ქმნის მთავრობას, რომელიც რეალურად დგას იქ არსებულ, მთავრობის დედაქალაქი იყო მილანი, იქ არსებულ გერმანულ ჯარზე დაყრდნობით. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იტალიის ჩრდილოეთი არ ჩართულა მოკავშირეთა სასარგებლოდ, მოკავშირეთა მხარეზე ამ ომში გერმანიისა და იტალიის ფაშისტური რეჟიმის წინააღმდეგ, თუმცა რაიმე დიდი გავლენა ამ აქციას არ ქონდა, გარდა იმისა, რომ ხელოვნურად რამდენიმე ხნით ჰიტლერმა კვლავ შეინარჩუნა მისი მოკავშირე მუსოლინის რეჟიმი იტალიის გარკვეულ ტერიტორიაზე. 1954 წელს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მოვლენები განვითარდა. საბჭოთა კავშირმა ფაქტიურად დაასრულა თავისი ტერიტორიების განთავისუფლება გერმანელთაგან და ის უკვე აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებს მიადგა. თან ერთმანეთის მიყოლებით ფინეთი, ბულგარეთი, რუმინეთი გამოვიდა ანტიჰიტლერული კოალიციიდან გამოეთიშა ომს, რაც რა თქმა უნდა ძალიან დიდი დარტყმა იყო სწორედ ამ ჰიტლერული კოალიციისათვის. საბჭოთა ჯარები უკვე იწყებენ შეტევის განხორციელებას პოლონეთში, ისინი უახლოვდებიან ვარშავას, ასევე ბუდაპეშტს და საბოლოო ჯამში აღმოსავლეთ ევროპაც თანადროულად თავისუფლდება გერმანელებისაგან და მათ შორის თვით აღმოსავლეთ პრუსიაც უკვე საბჭოთა ჯარების მიერ არის გაკონტროლებული. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უმძიმესი ბრძოლებისა და ძალიან დიდი მსხვერპლის ფასად ხდებოდა. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ან არანაკლებ მნიშვნელოვანი ამბები დასავლეთ ფრონტზეც ხდება. მოკავშირეებმა 1954 წლის ივნისში მოახერხეს და ლა-მანშის სრუტის გადალახვით შეძლეს თავიანთი ჯარები განეთავსებიათ საფრანგეთის ჩრდილოეთით ნორმანდიაში, აქ იქნა განთავსებული ინგლისის, შეერთებული შტატების, ასევე საფრანგეთის, რომელიც ჩვენ ვიცით, რომ დეგოლის მეთაურობით სწორედ ფრანგი ჯარისკაცების დიდი ნაწილი, მოქმედი არმიის ნაწილები ინგლისში იქნა გადასროლილი და იქიდან ისინი საკმაოდ აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა ოპერაციებში. ასევე ამ ოპერაციაში მონაწილეობდნენ პოლონელებიც, ეს ის პოლონელებია, რომლებიც გერმანიისაგან და საბჭოთა კავშირისაგან პოლონეთის ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში წავიდნენ. ეს უკვე გერმანიისთვის გამოუვალი მდგომარეობის შექმნას ნიშნავს. მოკავშირეები თანდათანობით ანთავისუფლებენ საფრანგეთს. დეგოლი უკვე პარიზელთა აჯანყებული პარიზელების მიერ განთავისუფლებულ პარიზში შევა. რა თქმა უნდა, დეგოლის გამოჩენა, მოკავშირეთა გამოჩენა ფრანგი მოსახლეობისთვის დამატებითი სტიმული იყო, რომ მასშტაბური აჯანყება დაეწყოთ. ჰიტლერი უბრძანებდა პარიზის გერმანელ კომენდანტს, რომ თუ გამოუვალი მდგომარეობა შეექმნება, პარიზი მიწასთან გაესწორებინათ, აეფეთქებინათ, მაგრამ ისე სწრაფად განვითარდა მოვლენები, რომ გერმანელებმა ვერ შეძლეს პარიზის განადგურება. საფრანგეთთან ერთად განთავისუფლდა ბელგია და ფაქტიურად ომი უკვე გერმანიის საზღვრებს მიუახლოვდა, როგორც დასავლეთიდან, ისე აღმოსავლეთ ფრონტებიდან. საბოლოო ჯამში ჰიტლერს კვლავ ჰქონდა საკმაოდ დიდი ძალა რეზერვის სახით, რაოდენობრივად, არაერთი მილიონი ჯარისკაცი, მათ
დაგეგმეს კონტრშეტევითი ოპერაციები, თუმცა ყველა ეს კონტრშეტევა სრულდებოდა წარუმატებლად, უკვე იგრძნობოდა, რომ მეორე მსოფლიო ომი დასასრულს უახლოვდებოდა, იგრძნობოდა, რომ არავითარი ძალა არ არსებობს, რომელიც გერმანიას შეაძლებინებს გარდატეხა შეიტანოს ამ სამხედრო ოპერაციებში, თუმცა რა თქმა უნდა, ეს კვლავ რამდენიმე გარკვეულ დროს მოითხოვდა ომის დასრულება და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ თითოეული დღე საომარი მოქმედებებისა თობით თუ ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლის ფასად დგებოდა. საბოლოო ჯამში საბჭოთა კავშირის ჯარები ალყას არტყამს ბერლინს, იწყება ერთ-ერთი მასშტაბური ოპერაცია ბერლინის აღებისა. სხვადასხვა რეგიონში გერმანიის, ასევე აღმოსავლეთ ევროპაში, მაგალითად პრაღაში, ჯერ კიდევ თავმოყრილი იყო საკმაოდ მრავალრიცხოვანი გერმანული არმიები, რომელსაც ჰქონდათ მოქმედების შესაძლებლობა, რესურსი, არის თხოვნა ჰიტლერის მიმართ, რომ დატოვოს მან და ფაშისტურმა მთავრობამ ბერლინი, რომელიც მალე ალყა შემორტმული იქნება საბჭოთა არმიის მიერ და გაემგზავროს სადმე სხვაგან, საიდანაც ის კვლავ გააგრძელებს ომს საბჭოთა კავშირისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ, თუმცა ჰიტლერი როგორც ჩანს თვლის ომს დასრულებულად, ის არ ტოვებს ბერლინს და 30 აპრილს თავსაც მოიკლავს. სულ მალე ქუჩის ბრძოლები ძალიან მძიმე დასრულდება ბერლინში და დასრულდება იმითაც, რომ ერთ-ერთ სიმბოლურ აქტად იქცა რაიხსტაგზე საბჭოთა დროშის აღმართვა. ჩვენ ვიცით, რომ ერთ-ერთი აღმართველთაგან ამ დროშისა იყო მელიტონ კანთარია, მეორე იყო ეგოროვი, რუსი ეროვნების მებრძოლი. ეს არის უკვე სულ მალე 8 მაისს გვიან ღამით, ამიტომ 8-9 მაისი ითვლება ფაშიზმის დამარცხების დღე და ჩვენ ოფიციალურად 9 მაისს უკავშირებთ, 9 მაისს აღნიშნავთ ამ დღეს. მიუხედავად იმისა, თუ როგორი პოზიცია უნდა ჰქონდეს ადამიანს საბჭოთა წარსულის მიმართ, საბჭოთა კავშირის მიმართ, ცალსახაა, რომ ფაშიზმის განადგურება ეს არ იყო მარტო საბჭოთა კავშირის გამარჯვება ფაშისტურ გერმანიაზე, ეს იყო მთელი ცივილიზებული კაცობრიობის, ხალხის, ქვეყნების გამარჯვება ერთ-ერთ უბოროტეს სენზე, ფაშიზმზე, გერმანულ ფაშიზმზე. თქვენ ხედავთ უბრალოდ სიმბოლურად სურათებს, ერთი ეხება კაპიტულაციის აქტის ხელმოწერას, ფელდმარშალი კეიტელი, გერმანიის მთავარსარდალი, მოკავშირეების სარდლობის წინაშე, ეს არის შუკოვი, რომელიც ფეხზე დგას და ეს არის საბჭოთა კავშირის წარმომადგენელი, მეორე გახლავთ მონტგომერი, ინგლისის მთავარსარდალი და ეიზენჰაუერი, შეერთებული შტატების ჯარების სარდალი ევროპაში, რომელიც ფაშისტს ებრძოდა, მათ წინაშე კაპიტულაციის აქტის ხელმოწერის ცერემონია გადაღებული, ხოლო მეორე სურათი ეს არის უკვე ივნისში, თუ ზუსტად მახსოვს 24 ივნისს წითელ მოედანზე მოწყობილი სამხედრო პარადი, სადაც გამარჯვების პირველი პარადი, აღლუმი და ეს არის ფაშისტური გერმანიის დროშები, რომლებიც მავზოლეუმთან საბჭოთა ჯარის ნაწილებმა ნიშნად გამარჯვებისა დაყარეს. ეს იყო, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, როდესაც დასრულდა მეორე მსოფლიო ომის ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, კერძოდ გერმანიის განადგურება საბჭოთა კავშირის, ინგლისის, შეერთებული შტატების, რა თქმა უნდა, საფრანგეთის და სხვა არაერთი სახელმწიფოს მხრიდან, რომლებიც სხვადასხვა რესურსებით, სხვადასხვა რაოდენობის ჯარით მონაწილეობს ამ ბრძოლებში.